როდესაც რაღაც უსიამოვნება შეგემთხვევათ, არ აყვეთ აგრევე ნეგატიურ ემოციებს. არ ჩათვალოთ, რომ უბედური ხართ და არ გიმართლებთ. პირველი ის, რაც უნდა იფიქროთ, რომ ეს გაკვეთილია და სამყარო რაღაცაზე მიგანიშნებთ. მით უმეტეს თუ მსგავსი უკვე გქონიათ და გიმეორდებათ. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, დაჯიქით, 10-მდე ნელა დაითვალეთ, ფიქრები გაფანტეთ, სამჯერ ნელა და ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ და როდესაც დარწმუნდებით, რომ დამშვიდდით, შეხედეთ ამას ისე თითქოს ეს თქვენს თავს არ ხდება. გამოდით თქვენი თავიდან და გვერდიდან მიუკერძოებლად შეხედეთ სიტუაციას. მეორე რასაც ვაკეთებთ, აიღეთ სუფთა ფურცელი, გაყავით შუაზე, ვერტიკალურად. მარცხნივ ჩამოწერეთ დადებითი მოვლენები და მახასიათებლები, ხოლო მარჯვნივ უარყოფითი. არ იჩქაროთ და ამ ფურცელს მერე შეგიძლია მიუბრუნდეთ, თუ გრძნობთ, რომ სრული არაა. მაგრამ ვერ იხსენებთ რაღაცას და გინდათ, რომ ეს ამომწურავად შეავსოთ. ეს რამდენიმე დღის სამუშაოა, შეიძლება კიდევ მერე რამე ჩაამატოთ. მაშინ მოვიდეს გააზრებულობა, სწორედ როდესაც ამაზე საერთოდ არ ფიქრობთ. შეიძლება ეს რაღაცა გააზრებულობა მოვიდეს ძილში ან გაღვიძებისთანავე, ან ისე დროს, თუ სხვა რამეზე რომ ხართ გადართული. და საერთოდ დავიწყებული გაქვთ ეს საკითხი. მესამე, როდესაც დარწმუნდებით, რომ დაასრულეთ, დაინახავთ, რომ უარყოფითი თავიდანვე მეტი იყო და სიტუაცია განწირული იყო. თქვენ კი მიიღებით და ბოლომდე შეტობეთ ამ ამღვრეულ წლებში. მეოთხე რაც უნდა გააკეთოთ. დაფიქრდით ამ ნეგატიურმა სიტუაციამ რა მოგიტანოთ დადებითი და ესეც დაწერეთ. მეხუთე, შემდეგ დაუსვით თქვენ თავს კითხვა, რა დასკვნა უნდა გამოგეტანათ, რა უნდა გესწავლათ აქედან, რაც მალე ისწავლით მით უკეთესია, რადგან პატერნი ყოველჯერზე უფრო მძაფრი ხდება და გაკვეთილიც უფრო მკაცრი. მეორე წრე პირველზე უფრო რთულია, მესამე კიდევ უარესი იქნება. და ასე ივლით ამ წრეებზე, სანამდე არ მიხვდებით. ამიტომ რაც მალე ისწავლით, მით უფრო მალე განთავისუფლდებით ამ პატერნისგან. მეექვსე, როდესაც დარწმუნდებით, რომ ყველაფერი დაასრულეთ, განადგურეთ ეს ფურცელი და ჩარეცხეთ კანალიზაციაში. შემდეგ გადაუხადეთ სამყაროს მადლობა და გაუშვით ეს სიტუაცია, მხოლოდ დასკვნები დაიდოვეთ. ჩვენ განვიხილეთ მუშაობას საკითხზე, რომელიც უკვე დასრულებულია. ეხლა განვიხილოთ, როდესაც ახალი რამ იწყება. დავუშვათ გაიცანით ახალი ადამიანი, ან აპირებთ ახალი სამსახურის ან სწავლის დაწყებას, ან სადმე მიდიხართ. როდესაც გაჩნდა ახალი სიტუაცია, ეგრევე წამოვიდა პირველი იმპულსი. ის თავისით მოდის მანამ, სანამ რამეს გაიაზრებთ. და აქ მნიშვნელოვანია, თუ როგორ გრძნობთ თავს, რა შეგრძნებები გაქვთ. შეიძლება ეს წამი გამოგრჩეთ იმ წუთას, მაგრამ დაჯექით, გაიხსენეთ და აღიდგინეთ ეს მომენტი და შეგრძნებები. გულწრფელი იყავით საკუთარ თავთან, არ დაამახინჯოთ და არ დააიგნოროთ ეს შეგრძნებები. თუ სიხარული, სიამოვნების, სიმშვიდისგანც და გქონდათ, ეს იგი სწორ გზაზე ხართ, ხოლო თუ შფოთვა დაგეუფლოთ და გული შეგიკუმშათ, რაც არ უნდა ბრწყინავდეს პერსპექტივა, ის თქვენი არაა. სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად ძალიან რთულია. არის მომენტი, რომ აღიარეთ ცუდი შეგრძნება, მაგრამ არ გეთმობათ სიტუაცია. ამ დროს უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და დაითანხმოთ თქვენი თავი იმაზე, რომ უნდა დათმოთ ის, რაც არ გეთმობათ. გულის წყვეტა მოვა, მაგრამ ამ დროს გადაიტანეთ ყურადღება უკვე არსებულ სიტუაციაზე. თუ ასეც ვერ პოულობთ, გაიხსენეთ წარსულის ბედნიერება და სიხარული და ეს შეგრძნებები გააღვიძეთ თქვენში და ყურადღება აქეთ გადმოიტანეთ. როდესაც რაღაც იწყება და ჯერ გონება ვერ ასწრებს გააზრებას და ანალიზს, პირველი რაც ერთვება, ესაა შეგრძნებები და ეს უტყუარია. ამას ქვია ჩვილის მზერა. რატომ ქვია ასე? იმიტომ რომ ბავშვს ამ წლამდე გახსნილი აქვს სამყაროს ენერგიებთან პირდაპირი კავშირი და ის ინტუიტიურად აღიქვამს. მერე უკვე ყიფლიბანდი ხორცდება და ეს სუსტება, მაგრამ არ ქრება. უბრალოდ ჩვენ ვაიგნორებთ. თორემ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიგნალი ჩვენთან არ მოდის. რა ხდება ამ დროს?
ამ დროს ინტუიცია მუშაობს. ამ დროს ჩვენ ვასწრებთ აღვქვათ სამყაროს საინფორმაციო ველიდან მოსული სიგნალი. ჩვენ ყველანი ჩართულები ვართ ამ ველში, რადგან სული უსასრულოა და ყველაფერს წვდება. და მარტო ჩვენი სული ხომ არაა უსასრულო, ყველა სიასია. სული ეს არის ენერგია და ეს ყველას ენერგია ერთმანეთზე ზედებაშია და ქმნის სამყაროს საინფორმაციო ველს. ინფორმაცია რადიო ტალღებს გავს, სანამ გონება ჩაერთვება, ჩვენ ვასწრებთ სუფთა მდგომარეობიდან ამ იმპულსის დაჭერას და აქედან მოდის ეს შეგრძნებები. გონება ერთგვარი ლაბირინთია და ზოგჯერ ხაფანგის დროს ასრულებს, ციხში გვამწყდებს. აზროვნება და ანალიზი საჭიროა და აუცილებელი, მაგრამ პირველი იმპულსი, სიგნალი უტყუარია და ჩვენ ყველას ის დაჭერილი გვაქვს, უბრალოდ ვაიგნორებთ. საჭიროა დამშვიდდეთ და გავიხსენოთ ეს მომენტი და შეგრძნებები. თითქოს ძალიან მარტივია, რაც თქვი, მაგრამ ჩვილის მზერის დაჭერას ან მის გონებაში სწორედ აღდგენას უნდა ვარჯიში. ამისთვის გაიხსენეთ ჩავლილი სიტუაცია და ისიც რა იმპულსი გქონდათ ამ სიტუაციის დასაწყისში. მიხვდებით, რომ ეს იმპულსი უტყუარია, მთავარია ვისწავლოთ მისი დაჭერა და სუფთად მიღება დამახინჯების გარეშე. ამის განსავითარებლად არსებობს სხვადასხვა ტექნიკები, რასაც შემდგომში შემოგთავაზებთ. ყველაზე მარტივი ეს არის რაღაც ახალი რომ ხდება და უცბად გადაიტანეთ ყურადღება საკუთარ თავზე რა შეგრძნებები გაქვთ და ეს შეგრძნებები დაიმახსოვრეთ. ამის გაკეთება მაშინაა შესაძლებელი, თუ უფრო ადვილია ამის გაკეთება მაშინ, თუ მედიტაციებით აღართ დაკავებულები და ძენის მდგომარეობას აპრაქტიკებთ. შემდგომში უკვე ვისაუბრებთ ამ მდგომარეობებზე. ეხლა კი დაგემშვიდობებით.